requiere muchos años, mucho mimo, mucho cuidado. Ამ თევზს მრავალი წლის განმავლობაში უნდა ელოლიავო და მოუვარო და ბოლოს მისგან ხიზილალა მიიღო. გაყიდული ხიზილალის რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ხალხს უნდა განსხვავებული პროდუქტის გასინჯვა. ხიზილალის წარმოების ინდუსტრიაში როგორც იქნა რევოლუციური ცვლილება მოხდა. ვცდილობთ ხალხმა გასინჯოს ეს პროდუქტი. გვინდა მსოფლიოს პირველი ორგანული ხიზილალის შექმნის საიდუმლო გაგიმხილოთ. ამ უნიკალურ პროდუქტს ევროკავშირში ამზადებენ. სამხრეთ ესპანეთის ერთ პატარა სოფელში გადაშენების პირას მისული თევზებისთვის უბრალოდ 60-ია მოწყობილი. ეს პრეისტორიული თევზი თითქმის 250 მილიონი წელი არსებობს და მისი თითქმის ყველა სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშ დგას. აკვაკულტურა იქცა ასეთი სახეობების გადარჩენისა და კონსერვაციის ფუნდამენტურ მექანიზმად. ამ თევზსაშენში ზუთხს დიდი მზრუნველობით ეპყრობიან, რადგან ისინი იძლევიან ეგრეთ წოდებულ მსოფლიოში პირველ ორგანულ ხიზილალას. ამ თევზსაშენში უბრალოდ იდეალური პირობებია შექმნილი ზუთხისთვის, რომელსაც მხოლოდ ორგანული ბოსტნეულითა და ბუნებრივ გარემოში მდგრადი მეთოდებით დაჭერილი თევზის ხორცით კვებავენ. ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტორი, რა თქმა უნდა, აქაურის საუკეთესო ხარისხის წყალია. ძალიან გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია მდინარე რიო ფრიოს წყალი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენი თევზსაშენიდან სულ რაღაც 300 მეტრში მიედინება. ამიტომ აქ ძალიან სუფთა წყალია. კვების მენიუს გარდა, რომელიც თევზისთვის საჭირო ყველა კვებით ელემენტს მოიცავს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ თევზისთვის კარგი პირობები შევქმნათ. ზუთხს ძალიან დაბალი ნივთიერებათა ცვლის დონე აქვს და ნელა იზრდება. ვცდილობთ, რაც შეიძლება იშვიათად შევეხოთ თევზს ხელით. ხოლოდ მაშინ ვკიდებთ ხელს, როცა აუცილებელია. ხიზლალის მიღება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც თევზი 16-18 წლის ასაკს მიაღწევს და მდედრი თევზი იმ ქვირითის დებას იწყებს, რომლისგანაც ხიზილალა მზადდება. თევზის სქესობრივი მომწიფების ეტაპებს ვეტერინარები ულტრაბგერითი ხელსაწყოს საშუალებით ადგენენ. ეკოსკოპიის გარეშე მხოლოდ გარედან დათვალიერებით ვერ შევაფასებთ ზუსტად სიმწიფის შესაფერის ეტაპს. მდედრი თევზი ცოტა გვიან აღწევს სქესობრივ სიმწიფეს. ეს თევზი 20 წლისაა. საშუალო სიმწიფის ასაკი კი 16-დან 18 წლამდე მერყეობს. ამ თევზს ცოტა მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს, წელს უკვე მიაღწია ამ თევზმა ქვირითობის ეტაპს. რაც უფრო მეტი ქვირითი აქვს, მით უფრო მუქია ეს ლაქა, რომელიც პატარა ქვირითებს აღნიშნავს. ორგანული ხიზილალის ნაირსახეობებს აქ მხოლოდ ზუთხის ქვირითითა და მარილით ამზადებენ. არავითარ დანამატს არ იყენებენ. ყოველ წელს ამ კომპანიას ბაზარზე 2 ტონა ხიზილალა გააქვს. ამაში შედის საექსპორტო ბაზრებიც, რომელთა შორისაც არის იაპონია, ტაივანი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია. ყველაზე ექსკლუზიური სახეობის ხიზილალის ფასი კილოზე 8,000 ევროსაც კი აღწევს. ორგანული სერტიფიკატის მიღების გარდა ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ეს პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში გამოყვავდა, ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს. ჩვენს პროდუქტს იმდენად ნაზი გემო აქვს, რომ ასე გგონია შენ თვითონ წახვედი მდინარესა თუ ზღვაზე, დაიჭირე თევზი და მისი სულ ახალთახალი ქვირითი მიირთვი. ეს კომპანია 20 ადამიანს ასაქმებს იმ სოფელში, რომლის მოსახლეობაც 200 სულიც არ იქნება. ამ ბიზნესმა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყო ხელი. სოფელში 20-მდე რესტორანი გაიხსნა, რომელთა დამსახურებითაც ეს პატარა სოფელი რეგიონულ გასტრონომიულ ცენტრად იქცა. რიო ფრიო მართლა პატარა ქალაქია, რომელშიც უამრავი რესტორანია. ეს რესტორნები უამრავ პროდუქტს ყიდიან და მათ შორის არის ხიზილალაც. ეს ძალიან მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა, რაც სიმდიდრეს დაგროვებას უწყობს ხელს. ამ სოფელში წარმოებული ორგანული ხიზილალა დეგუსტაციებზეც ხვდება. აქ რამდენიმე სახეობის ხიზილალას აწარმოებენ, რომელთა ფასიც განსხვავებულია. ყველაზე დაბალი ფასი კი 15 გრამზე 40 ევროდან იწყება. ევროპაში ძალიან ცოტა თევზსაშენია, ამიტომ ხიზილალის შესახებ საკმაოდ მწირი ცოდნა აქვთ. ზუთხის, ხიზილალისა და ზოგადად თევზსაშენის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული. ამიტომ ყველაფერთან ერთად მომხმარებელს სრომის მოყვარეობაც ამოძრავებს.
ეს კომპანია ყოველ წელს 15 ტონას უთხის ხორცსაც აწარმოებს, როგორც შებოლილს, ისე კონფის მეთოდით დამზადებულს. ძვირადღირებული დელიკატესები, როგორც ხიზილალა, ისე მისგან დამზადებული სხვა პროდუქტები, ახალ ბაზრებზე გააქვთ, ამბობენ კომპანიის მენეჯერები. ამჟამად სოციალურ მედიაში მრავალი ინფლუენსერი დებს პოსტებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მიირთმევენ ისინი ხიზილალას სულ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად. ძალიან გავრცელებული კომბინაცია, მაგალითად, ფრანგულ კარტოფილის ფრიზე ხიზილალის დაყოლება. ეს გავლენა ზუთხის სანაშენედან საკმაოდ შორსაც იგრძნობა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს ოჯახური რესტორანი ძირითადად ახალ თევზსა და მოლუსკებზე მუშაობს. აქ ყოველდღე დაახლოებით 80 მაგიდას ემსახურებიან ზამთარში. ზაფხულში სეზონზე კი 200 მაგიდას. კულინარიული რეცეპტები, რომლებშიც ინგრედიენტის სახით ხიზილალა შედის, სულ უფრო მომრავლდა რესტორნის მენიუში. ეს პროდუქტი აღარ არის ისეთი ძვირი, როგორიც ადრე იყო. ჩემი აზრით, ცოტათი მოიმატა ხიზილალის მწარმოებლებისა და მიმწოდებლების რიცხვმა. მარილიანობის გამო ხიზილალა ბევრ კერძს ამდიდრებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნებრივი გლუტამატია. ძალიან უხდება ნებისმიერ ზღვის პროდუქტს და თითქმის ნებისმიერ მათგან სრულყოფილებას ანიჭებს. ამ პროდუქტზე მუშაობა ძალიან ადვილია. ჩვენ სამზარეულოში ძირითადად ეგრეთ წოდებული საბაზისო ინგრედიენტებს ვიყენებთ. მხოლოდ გრილზე შემწვარ, ან გამომცხვარ პროდუქტს ვამზადებთ. ასე რომ უპირატესობას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ შეგვიძლია საბაზისო პროდუქტს ხიზილალა დავამატოთ. ვცდილობთ იმდენად ხელმისაწვდომი იყოს ეს პროდუქტი, რომ ნებისმიერმა შეძლოს მისი გასინჯვა, რაღაც ახალი კერძის მირთმევა, რომელიც განსხვავდება ყოველდღიური მენიუსგან. ეს დელიკატესია, ხიზილალას კოვზით არავინ ჭამს. ეს არის რაღაც ისეთი, რომელიც ნება უნდა მიირთვა და დაელოდო გემოს გახსნას. ხიზილალა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან თავშეყრის ბედნიერებასთან. ასე ვთქვათ, სიხარულთან ასოცირდება. მასთან ვაკავშირებთ გართობასა და დროს ტარებას.